საგამშვიდობის მოგესალმებით ყველას ტელეკომპანია რუსთავი 2 სპორტის და განსაკუთრებით დღეს განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულთ გიწევთ ტელეეკრანებთან. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება დღევანდელ გადაცემაში და ძალიან საინტერესო ინტერვიუც გამოვა დღეს ჩვენთან სტუდიაში. სტუმრად იმყოფება ადამიანი, რომელიც პირადად მე როგორც ერთ-ერთ რიგით გულშემატკივარს არ მახსენდება არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე მის მიერ ჩატარებული შეხვედრა, სადაც ბოლომდე არ დახარჯული იყოს და ეს ყოველთვის ჩემთვის იქამდეც კი ვიდრე დავიწყებდი ჟურნალისტურ საქმიანობას, სპორტული ჟურნალისტის საქმიანობას, იქამდეც კი იყო ჩემთვის ძალიან სამაგალითო და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი დამოკიდებულება საქმისადმი ნებისმიერი თაობისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს რომ გამოვიდეს სპორტსმენი, უნდა იყოს ზუსტად ასეთი პროფესიონალი და ანარჩენს კი მისგან შევიტყობ. თემურ ქეზბაია, ჩემი გადაცემის სტუმარი, ადამიანი, რომელიც საფეხბურთო წრეებში, არა მარტო საფეხბურთო წრეებში, ზოგადად სპორტულ სამყაროში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ძალიან უყვართ, ძალიან აფასებენ და ძალიან დიდ პატივს სცემენ და ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს მის მიერ განვლილი როგორც კარიერა საფეხბურთო, ისე ადამიანური ცხოვრება და თემო, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ უნდა გამოგვივიდეს და პირველი მინდა დავიწყო გალით და ბავშვობით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნუ რა ვიცი, ჩემი ცხოვრების ისტორია მე მგონი უკვე ყველა მზებირად იცის. Ну, რა თქმა უნდა, დავიბადე გალში. პრინციპში ბავშვობ, ფეხბურთის თამაში იქ დავიწყე სპორტულ სკოლაში, იურა ბიბლაიასთან. მე უკვე მე-7 კლასიდან მომიწია უკვე თბილისში გადმოსვლა, სპორტულ სკოლა ინტერნატში სწავლობდი. პრინციპში იქ სკოლა იქ დავამთავრე. Ну, რაც შეეხება ახლა გალი რა სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია მე ჩემი ოჯახი და მთელი გალელები დიდი ხანია უკვე გალში არ ყოფილვართ, მოგვიწია გალიდან წამოსვლა იძულებით. მაგრამ იმედი ცხოვრობდა, იმედია რომ ერთ დროს დავბრუნდებით რა კიდევ გალში რა. ამის იმედი ყოველთვის გვაქვს და გვექნება რა. კი ბატონო. აუცილებლად ასე უნდა იყოს. მინდა ოჯახზე კითხო, ოჯახურ მდგომარეობაზე იმ პერიოდში ბავშვობაში რა ვითარებაში იყავით, როგორ იყავით და შენ თავზე ხო იცი არის ბევრი ოჯახი, რომელიც გძნობს საკუთარ თავზე რაღაც გარკვეულ პრობლემებს და გაჭირვებას. ნუ ეხლა როგორც მაშინდელი ჩვენი საბჭოთა კავშირში ცხოვრება, ნუ ეხლა ყველასთვის ადვილი არ იყო, ნუ ეხლა ჩემი მშობლები პრინციპში მუშაობდნენ და ამით არჩენდნენ ოჯახს, რა მე ახლა მყავს კიდევ 2 ძმა და 1 და ყველანი ახლა ცხოვრობენ თბილისში. კარგი არის რომ ყოველ ჩამოსვლაზე ყველას ნახვის საშუალება მაქვს ესე რომ ნუ ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ძნელი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ნუ მქონდა რა, როგორც ყველას უჭირდა, ისე გვიჭირდა ჩვენს და ნუ პრინციპში ერთ-ერთი გამოსავალი ჩემთვის ის იყო, რომ ფეხბურთი მეთამაშა და ნუ რა ვიცი კონოდა კაი ცხოვრება მე და მთელი ჩემ ოჯახს რა, ამისგან გამომდინარე რა. ფეხბურთმა დიდი როლი ითამაშა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რა. კი ბატონო, აი თუ არავინ არ იცის ახლა ამ ტოლვილობის დროს რა ბედი ეწეოდა მე ჩემ ოჯახს ყველას და ნუ ამ ფეხბურთმა კიდევ მომცა იმის საშუალება რომ ну მე და ჩემ ოჯახს რაღაცა ნორმალურად გვეცხოვრა. კი ბატონო, თემო, რახან ფეხბურთზე დაიწყე საუბარი და ოჯახთან პარალელი გაავლე, რომ რეალურად ფეხბურთზე იყო დამოკიდებული თქვენი კეთილდღეობა. მინდა კითხო შენი მშობლების დამოკიდებულება როგორი იყო, როდესაც შენ უბრალოდ გაანდეა შენი მოსაზრება და სურვილი რომ გინდოდა ფეხბურთი გეთამაშე. ну რა თქმა უნდა, ხა მამა ჩემი ფეხბურთი ხელ ყველას უყვარდა და მით უმეტეს იმ დროს ხო თბილისის დინამოს ყოველთვის ყველას საყვარელი გუნდი იყო და ამიტომ ყოველთვის ფეხბურთს უყურებდი და მეც ყოველთვის ფეხბურთს თამაშობდი. ახლა სკოლიდან რომ მოდიოდი, სუსალში ფეხბურთი, დილით ფეხბურთი, შუადღეს ფეხბურთი, საღამოს ფეხბურთი და მამა ჩემმა შემეყვანა სპორტულ სკოლაში და იქ დავიწყე რა. მე უკვე ამასის მოყვარო უკვე მე გასინჯვებზე ვიყავი ჩამოსული აქ თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. და
განსინჯვები კარგად ჩაიარა და ჩავირიცხა სპორტულ სკოლა ინტერნატში. სპორტულ სკოლა ინტერნატში მარტო ფეხბურთი არ იყო, სხვა სპორტის სახეობებიც იყო, ჭიდაობა, ძიუდო, ფარიკაობა, მძლეოსნობა და რა ვიცი. იქ მომიწია პრინციპში მთელი სკოლის დამთავრება. პრინციპში მე-11 კლასში უკვე სოხუმში ვიყავ, იმიტომ რომ მე სოხუმის დინამოში გადავედი 1 წელიწადი იქ ვითამაშე მეორე ლიგაში. და აი ესე განვითარდა ჩემი, რა ქვია, მას ბავშვობა და პლუს კიდო ფეხბურთი კარიერა, საფეხბურთო კარიერა კი. კი ბატონო, იცი რა მინდა კითხო. შენ ქონდა არჩევანი და გააკეთე ის არჩევანი, რომელმაც საბოლოო ჯამში აღიარება მოგიტანა, მაგრამ აი თავიდანვე მაგალითად ჩვენთვის ყველაზე უმთავრესი მთავარი მამოძრავებელი ძალა რა იყო? ერთი ის რომ გიყვარდა ფეხბურთი და მეორე ალბათ ის რომ ამ საქმიანობით შენ შეგეძლო უბრალოდ თვალებში გამოგეხედა შენს და შენი ოჯახის წევრებსაც. ხო, ეხლა პრინციპში არა მარტო მე, არა მთელ ხალხს, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა, ოჯახების დატოვება მოუწია, სახკარის დატოვება მოუწიათ, ჩვენ ეგრე მოგვიწია ჩვენ და ჩვენს და საკეთილდღეოდ პრინციპში მე ფეხბურთს თამაშობდი და მქონდა იმის საშუალება. მე პრინციპში თბილისის დინამოდან უკვე მე ჯერ კიდევ არ იყო ომი აფხაზეთში რა, მე 90-ში მომიწია წასვლა და ამას იმის მერე 91-92-ში ჩამოვედი და ბოლო წასვლა იყო ჩემთვის გალში აფხაზეთში, მახსოვს სოხუმში ვიყავი ბოლო ისა და იმის მერე უკვე მე და ჩემი ოჯახს უკვე მოგვიწია იქიდან წამოსვა და ეხლა რა თქმა უნდა ძნელი პირობები იყო რა, ეხლა ყველას უჭირდა, ყველას დახმარება ჭირდებოდა, ყველას რაღაცისა და შესაძლებელი გვაგვარად ვცდილობდით რომ რაღაცა პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემი ოჯახისთვის მიმეხედა და მადლობა ფეხბურთს რომ ამ ფეხბურთის თამაშით შევძელი რომ ჩემი ოჯახი ეს პრობლემებისგან ამეცილებია რა. კი, მე ერთი რამ მინდა ჩანართი გავაკეთო ჩემი მხრიდან, შენ თქვი რომ ყველა სჭირდებოდა დახმარება და მაყურებელს მინდა უთხრა განსაკუთრებით უმცროს თაობას, ეს არ ვიცი შეიძლება გამიბრაზდეს კეცბა ამაზე რასაც ეხა ვიტყვი, მაგრამ მე მიმაჩნია რომ უნდა ითქვას ეს მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც თემურისთვის რაღაცა გარკვეული თხოვნით მიემართოს და მას ამ თხოვნაზე უარი ეთქვას. ეს ისე მცირე გადახვევა, უბრალოდ მის პიროვნულ თვისებაზე მინდოდა რომ აქცენტი გამეკეთებინა. დინამოში მისვლა თემო, რა იყო? მით უმეტეს შენ არ იყავ, პატარა ასაკში იყავი, ხო მაშინ? ხო, 19-ის ვიყავი, მაგრამ მან ერთი პერიოდი როცა გამომიძახეს, ხო თბილისის დინამოში გამომიძახეს, მაშინ მე სოხუმის დინამოში თამაშობდი და წასული ვიყავით სავალგარეთ რა, სოხუმის დინამო, მაშინ ეთიოპიაში წაგვიყვანეს. მაშინ ეთიოპიაში სადიპოვეს კი მაგრამ. კი ხო იცი, რა ვიცი, მაჟი საფრთა კავშირთან რაღაც იქ ჩვენებს რაღაც ის ჰქონდა და მოწვევა იქიდან მოვიდა და წავედით სიმართლე რომ გითხრა დიდი პერიპეტიები იყო სანამ ჩავიდოდით, იმიტომ რომ წავედით მოსკოვში, უკვე ელოდებოდით თვითმფრინავი, როდის ჩავჯდებოდით, გაფრენილი ყავი და ის ჩვენი ვაქცინაცია ქონდა გაკეთებული და სპეციალურად და ეს ქაღალდი დარჩათ მთელი გუნდის ვაქცინაცია, მთელი გუნდის გაკეთებული ქონდა დარჩათ სოხუმში და იქ რა ვიცი და რეკვები და მთელი ხალხი ჩარევა იყო და ეხლა ჩვენ უნდა წავსულიყავით აუცილებლად და თავდებაში ჩაგვიდნენ რომ ეს გაკეთებული გვაქვს ყველაფერი და ყველაფერი რიგზია ოღონდ გაგვიში და გაგვიშეს პრინციპში იქეთი 10 დღე ვიყავით თუ რაღაცა არ მახსოვს რაღაც თამაშებიც მოგვიწია ამხანაგური თამაშები და მაშინ გამომიძახეს, მაგრამ მე საქართველოში არ ვიყავი და რო ჩამოვედი უკვე სახში რომ მივედი ეს და ისე აი ეს გამოგიგზავნეს მოწვევა თბილისის დინამოშიო და რო გავიგე ეს ჩემთვის რაღაცა ძალიან სასიხარულო იყო, იმიტომ რომ ეხლა ხო იცი ყველა ბავშვები ვინც კი ფეხბურთს თამაშობდით, ყველას ოცნება იყო რომ თბილისის დინამოში მოხვედრილიყავი და იგივე იმ საღამოს მატარებაზე დავჯექი და ჩამოვედი თბილისში და ეხლა ბაზაზე რომ მივედი უკვე ეხლა ვერ შევდიოდი რა ეხლა რაღაცა შიში რაღაცა ისეთი ის ჰქონდა რომ ეხლა ვერ წარმოვიდგენდი რომ ეხლა და ბაზაზე თანაც მატარებელი ადრე ჩადის ეხლა თბილისში
და 8 საათიდან მომიწია დგომა კარებთან რა და სანამ ხონებული კახი ასათენი არ მოვიდა და მკითხა ნუ ვინ ხარ რა მითხარ თემური ქეძბაი გამოძახებული ვარო მეთქია და სად იყავიო მაშინ ხო არ იყო ეს საშუალებებიც ახლა არის ხო ახლა ტელეფონი რა ქვია ფეისბუქი კომპიუტერი ყველაფერი ხოდა სად იყავიო და მე ვთხარი ჩვენ წასულები ვიყავით საზოგადოებრივ და ახლა ჩამოვედი და ხოდა ესე შევედი და პრინციპში ისეთი ხალხი იყო ბაზაზე კიდე ისეთი ხალხი იყო თბილისის დინამოში რომლებიც მთელს საქართველოს უყვარდა და საქართველოს კიდევ მთელ საბჭოთა კავშირს და მე უბედნიერესი კაცი ვარ რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია იმ ფეხბურთელებად რომელმაც 90-ში თასების თასი მოიგეს იმათთან მომიწია ერთად ფეხბურთის თამაში და ნუ ისინი რა თქმა უნდა დამეხმარნენ იმისათვის რომ მეც როგორც ფეხბურთელი გავზრდილი იყავი და მეც იმისთვის მიმეღწია ნუ პრინციპში რასაც მივაღწია ნუ რა თქმა უნდა ეს იმათი დამსახურებაც არის და რა თქმა უნდა იმ გუნდის ხელმძღვანელობის მაშინდელი კახი ასათიანის ხელმძღვანელობით რომელიც თბილისის დინამოს მწვრთნელი იყო მართლა კი ბატონო, შენ თქვი რომ ძალიან დიდი ფეხბურთელები დახვდნენ თემურ ბაზაზე. როგორი იყო მათი დამოკიდებულება 19 წლის ბიჭისთვის, რომელიც ბიჭის მიმართ, რომელიც შევიდა იმ დღეს ბაზაზე? ნუ რა თქმა უნდა, ყველა ცდილობდა რომ ყველა დამხმარებოდა, ყველა გვერდში ამომედგა, მაგრამ მაშინ ჩემი ესეთი შეიძლება ითქვას, რომ ჩემი რაი უფრო კარგად გამეცნო და უფრო სახში მეგზნო თავი, სოსო იყო ჭედია, რომელიც მაშინ თბილისის დინამოში უკვე სტაჟი ჰქონდა, დიდი ხანი იყო აქვია თბილისის დინამოში. ყველა ცდილობდა ახმარებოდა, მაგრამ აი ახლა ხო იცი მაინც მერიდებოდა, რომ ამ ხელა დონის ფეხბურთელებთან ახლა ურთიერთობა რაღაცა. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ პირველი ჩემი აქვია მოსამზადებელი პირველი ეტაპი არც ისეთი ის იყო რა ქვია, კარგი იყო, იმიტომ რომ ლაპარაკი იყო იქ, რომ დავრჩენილიყავი თუ არ დავრჩენილიყავი და მე გადავდიოდი უკვე შეკრებაზე ლესელიძეში მივდიოდით, ხო და ნუ იქ ნოდარაკობია იყო, შოთა ჭეიშვილი იყო, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობდნენ და კიდო ერთი შანსი სთხოვეს გუნდის ხელმძღვანელობას, ნუ უფრო მსნას და ეს შანსი მომეცა და უკვე პირველი თამაში რო ვითამაშეთ შეკრებაზე, რა ქვია, მას რაღაც ტურნირი იყო, მან ტარდებოდა რაღაც უცხოეთის გუნდები ჩამოდიოდნენ და იმ თამაშზე უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიყავი რა. მაქედან დაიწყო პრინციპში. თემო, მაგ პერიოდიდან შეგიძლია გაიხსენო რომელიმე დიდი ფეხბურთელის რჩევა, მაგალითად, რომელიც დღემდე ან ქმედება შენს მიმართ, ან რჩევა, რომელიც დღემდე მოყვება. ნუ რომელზე ვთქვა, ეხლა პრინციპში, ეხლა არ მინდა არავინ გამოუჩეს, მაგრამ პრინციპი გითხარი, მაშინ ყველა ის 91-ის დინამოს ფეხბურთელებიდან თვითონ ნახევარზე მეტი იყო, ნუ იყო რა ქვია იმას საშა ოთარაგაბელია, საზაჩივაძე, თენგისულაგვიძე, რამაშენგელია, ცავა, ნუ სვანაძე, წარმოუდგენელი ხალხი. ჩელე იყო ჩელებაზე ჩვენთან ერთად და ნუ კიდო არ მინდა არავინ გამოუჩეს და არავინ ვაწყენიო, მაგრამ ყველას ნუ პრინციპში რჩევა რა, ყველა ამ ფეხბურთელის იქთან ყოფნა ჩემთვის იყო დიდი ისტორია რა, ეს დიდი სტიმული იყო და ნუ მეც ალბათ ეს სტიმული გამოვიყენე და გამომადგა რა მთელი ჩემი კარიერის აქვე მას განმავლობაში რა. თემო, მე შესავალში ვთქვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მე პირადად არ მახსოვს, რომ არც საკლუბო, არც სანაკრებო დონეზე თამაში ჩაეგდოს, ან ბოლომდე არ დახარჯულიყოს. მე ვიცნობ თემურ ქეძბაიას, მეც და თითოეული ჩვენგანი, ვინც ახლა ტელეეკრანთან არის და არ არის ისე, როგორც უაღრესად მებრძოლ ადამიანს, რომელიც თავდადებული იყო და იბრძოდა მოედნის თითოეული გოჯისთვის. რა იყო შენი აი სტიმული, რომ უბრალოდ გადიოდი მინდორზე და ასე ბოლომდე დებდი ყველაფერს? ნუ ალბათ ეხლა ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი სტილი. ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ეხლა უნიჭო და უტექნიკური ფეხბურთელი ვიყავი, მარტო ბრძოლით არ გამოვირჩეოდი, რა მქონდა რაღაც ტალანტი როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ნუ ალბათ ეს მქონდა, ნუ ოჯახიდან, ნუ თავიდან ისეთი რომ მებრძოლი
შრომა, იმიტომ რომ თავიდანვე შრომობდი რა, ეხლა შრომობდი ეხლა იმასაც, ეხლა რა ქვია, იმას ვარჯიშში რომ თავდებოდა, მე ყოველთვის რჩებოდი და ჩემ თავზე მუშაობდი და ვცდილობდი რომ რაღაცნაირად როგორც ფეხბურთელი განვითარებულიყავი რა. ეხლა ის არ იყო რომ მარტო ეხლა რო არის ესეთი სიტუაცია რომ აი მარტო ვარჯიში არის 1 საათიან მორჩა ვარჯიში და პრინციპში ძალიან ცოტა ის ფეხბურთელები კატეგორია ფეხბურთელების რომლებიც შეებიან და კიდევ თავის თავზე მუშაობენ და მე ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაცა დამემატებია ყოველი დღე გამომეყენებია იმისთვის რომ რაღაც როგორც ფეხბურთელს როგორც ადამიანს რაღაც მიზანი მქონდა და ამ მიზნისთვის ყოველთვის ვირწვოდი და ეხლა ამ მიზანს თუ გინდა რომ მიაღწიო უნდა იშრომო რა და ეს შრომა ჩემთვის ნომერ პირველი იყო რა. აი სწორედ ამას მინდოდა გამესვა ხაზი რომ თემურ კეცბაიას გარდა იმ თვისებებისა რომელიც მას ჰქონდა აი ეს შრომის უნარიანობა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სამაგალითო უნდა იყოს თქვა. მარტო ჩემთვის არა, დღეს უკვე ამის გარეშე უკვე არ შეიძლება რომ ამხელა დონეზე ითამაშო, ეხლა რა დონეზე პრინციპში იცი რა არის ეხლა მე მიზანი მქონდა, თორე წარმოიდგინე ეხლა მომიწია თბილისის დინამოდან, რომელიც თბილისის დინამო ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო ევროპაში, არა მარტო საბჭოთა კავშირში, იმიტომ ეხლა მე მახსოვს გრემ სუნესის ინტერვიუ წავიკითხე და შენ წარმოიდგინე 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და რო კითხეს რომ აი ამ მთელი ამ გუნდებიდან რამდენი გუნდთან გაქვს დათამაშები იგივე ინგლისში პლუს კიდო იმას რა ქვია იმას ჩემპიონთა ლიგებზე და ის გუნდი რომელი გუნდი მოგეწონა ყველაზე მაგრაო და თბილისის დინამო წარმოიდგინე ახლა ამ ხელადონის ფეხბურთელი რომ იმას იტყვის რომ აი თბილისის დინამოსთან დინამო იყო ერთ-ერთი ის გუნდი რომელიც მაგას მოეწონა და მარტო ჩვენ არ მოგწონდა და მარტო საბჭოთა კავშირში არ მოწონდა არამედ ევროპაშიც და ჩემთვისაც ყოველთვის ხო იცი ახლა მომიწია კიბზე წასვლა ახლა კიპრიდან ახლა კიბზე რო ჩავედი ხო ახლა იქ იყო არაპროფესიონალები რა ახლა მაშინ პირველად რო ჩავედი ახლა კი ახლა პროფესიონალური ფეხბურთია მაგრამ მაშინ რო ჩავედი ახლა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ იქიდან მე ახლა ამხელა პრემიერ ლიგაში ამხელა გუნდში მოვხდებოდი რაც ახლა მაშინ უფრო სიზნელები იყო რომ ამხელა დონის გუნდში მოხვდრილიყავ იმიტომ რომ არა ევროპელი სულ რაღაც 3 ადგილი იყო და თანაც ახლა მაშინ ნიუკასლი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ახლა წარმოიდგინე არც ისეთი ადვილი იყო რა ამხელა დონის გუნდში მოხვედრა მithumes ამხელა გუნდი მოხვდა და აი ესეთ დონეზე თამაში 3 წელიწადი მომიწია კიდევ მქონდა 2 წელიწადი კონტრაქტი მაგრამ მე უკვე ხედავდი რომ იმდენი საშუალება არ მომეცემოდა რომ მეთამაშა ფეხბურთით ამიტომ ამჯობინე წავსულიყავ ვულში და მე იქიდან შოტლანდიაში კი ბატონო თემო რახან ნიუკასლზე შენ თვითონ თავად გადახვედი აუცილებლად მინდა კითხო ეს არ იყო მნიშვნელოვანი ტრანსფერი მარტო თემურ კეცბაიასთვის ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მე ეს პასუხისგებლობა ყოველთვის მახსოვდა რა რომ ეხლა იგივე უცხოეთში რო ხარ ხო მარტო შენ თავს არ ეკუთვნი რა შენს უკან მთელი ქვეყანა არის და ეხლა მაგ დროს ეხლა საკადროც იმდენად არ იცნობდნენ რა ნუ პრინციპში ახალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ახალი შექმნილი ქვეყანა იყო ჯერ კიდევ საბჭოთა მე მახსოვს რომ პირველად რო კიბზე რო ჩავედი აი რუს მეძახონ სანამ ყველას არ გავაგებინე რომ ჩვენ ნუ საბჭოთა კავშირში მარტო რუსები არ ცხოვრობდნენ სხვა ერი წარმომადგენლების და რუსი არა ვარ, ქართველი ვარ და პრინციპში ერთი წელიწადი მომიწია რომ გაეგო იქ ყველას რომ მე რუსი არა ვარ და არამედ ქართველი ვარ და რა თქმა უნდა კიპრიდან პრინციპში კიპრის მერე უკვე იქ მე საბერძნეთში მომიწია თამაში კიდევ 3 წელიწადი ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აექსში პრინციპში იქაც სულ ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით ორჯერ თასი მოვიგეთ და რა თქმა უნდა დადგა ის დრო რომ აი ჩემთვის ანატრელი დრო რომ აი ამხელა დონის ჩემპიონატში მოვხდი როგორც პრემიერ ლიგა და როგორც ნიუკასლი და ახლა აი ხო მიზანი რო გაქვს ხო ეს ბავშვობაში რაღაცისთვის იბძვი რაღაცა ის გინდა რომ მიაღწიო და ამისთვის უდიდეს შრომას დებ ხო ეს არ დაგეკარგება და არ დამეკარგა მეცა როცა მიზნად რაღაც დაისახე ეს იყო პრემიერ ლიგა როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე და უკვე აზე მოვედი უკვე ვიცოდი
როგორ არის რა ქვია მას ვინ არის ყველაზე სად არის ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატი ნუ ახლა პრემიერ ლიგას მით უმეტეს ახლა მე როკებზე წავედი უკვე იქ უფრო მეტ პრემიერ ლიგას ანახებდნენ იყო იმიტომ რომ დაკავშირება იყო კიპრის და ინგლისის და ნუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ძალიან ეს არის ადამიანი ბევრი რაღაცა არის რაზეც მაყოფილდები და ეს ჩემთვის იყო რაღაც არნახული აი მის მაყოფილების გზნობა რომ ის მიზანი რაც ჰქონდა დასახული და პატარა ბავშვი ვიყავი ამას მივაღწია კი ბატონო თემო ეხა არ შემიძლია ხაზი არ გავალო და არ კითხო იმ პერიოდში კეცბაია ნიუკასლში შოთი უკვე აიაქსში იყო ხო გიოც პრემიერ ლიგას თამაშობდა თქვენი თაობა წარმოგიდგენთ კალახო მილანში კობი ესენი გერმანიაში ცკიტიშვილი ნუ რა ვიცი ასათიანი ძალიან მაგარ გუნდებში კაი დონეს გუნდებში ვიყავით კი რატო ვერ მოხდა ის რა მიზანიც ჰქონდათ ეროვნულ ნაკრებში ნუ ხა პრინციპში მე ბევრჯერ მითქვია რატო იმიტომ რომ არ იყო მაშინ ის მარტო ჩვენ არ ვიყავით რა მით უმეტეს ჩვენთან ქვეჯგუფში შეხვდებოდა ინგლისი, გერმანია, ბულგარეთი, იტალია. ნუ ბულგარეთი შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვა დღევანდელი ბულგარეთი არა, მაშინდელი ბულგარეთი იყო. ის ბულგარეთი რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და ნუ ალბათ ჩვენ დროს ყოფილიყო ერთა ლიგა, ალბათ ჩვენ შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მოხვედრილიყავით რა. მაგრამ კარგია რომ ეს მოხდა ახლა და ჩვენი ნაკრები ვიხილეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ნუ ყველანი იქ ვიყავით. ყველას ძალიან გაგვიხარდა იქ გუნდთან ერთად ყოფნა გულშემატკივრობა რა თქმა უნდა კი ბატონო თუმცა მე მაინც ძალიან ეს რა თქმა უნდა უდიდესი ბედნიერება მაგრამ რაღაცნაირად გული მწყდება იმიტომ რომ თქვენ მე მიმაჩნია რომ სამართლიანი იქნებოდა რომ თქვენ თაობასაც ეთამაშა ხო ნუ ეხლა სამართლიანი არც ისეთი ადვილია ეხლა ფეხბურთში რა თქმა უნდა ხანდახან ისეთი რაღაცები ხდება, რომ რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ესე არის რა. ნუ ეხლა გოგეური მაშინ უფრო ძნელი იყო რა. ეხლა ევროპამ UEFA მიცა იმის საშუალება, რომ ჩვენნაირი ქვეყნებიც მოხვდნენ ამ ასეთ ტურნირებზე და ნუ ეს კარგია რა. კი ბატონო შეგიძლია უბრალოდ რო პარალელი გავალო და მცირე შედარება რო გავაკეთოთ მაგალითად შენი თაობის თქვენი თაობის ეროვნულ ნაკრებში და დღევანდელ ეროვნულ ნაკრებში აი რა არის მაგალითად ის მხარე რაც ამათ უკეთესად აქვს დღევანდელ ნაკრებს და რა იყო თქვენ დროს თქვენი უკეთესი მხარე თუ ძალიან რთული იქნება ვერ შევადარებ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარეთ რა ჩვენ დროს სამოქალაქო ომი აფხაზეთში სამაჩაბლო რა ქვია მას არეულობა ფეხბურთის არავის არ ეცალა ფეხბურთისთვის ახლა მე იმას მოგიყვებით რომ აი რომ ჩამოვდიოდით იმდენი პრობლემები იყო ჩვენს ირგვლივ ნაკრების ირგვლივ რომ იმის საშუალება არ გქონდა რომ მარტო ფეხბურთზე გვეფიქრა რა ფეხბურთის ფიქრის ვიწყებდით როცა უკვე მინდორზე გავდიოდით და ახლა მინდორზე რო გადიხარ მაშინ იწყე ფეხბურთზე ფიქრს უკვე ამის საშუალება ანუ პრინციპში არ მოგვეცა რა არ მოგვეცა იმ პირობებში გვეთამაშა ფეხბურთი რა პირობებში თამაშობენ დღევანდელ ფეხბურთს რა სიტუაცია რა აჟიოტაჟი არის რა ეხლა წარმოიდგინეთ რა მთელი ეს სიტუაცია გაჭიროება დღეს უკვე პრინციპში ეს პრობლემები არ არის და ალბათ ეს პრობლემები არ არის და ნუ გამოჩნდნენ ისეთი დონის ფეხბურთელები, რა დონის ფეხბურთელების ახლა გვყავს ნაკრებში და ყველას გვიხარია რა ახლა ბიჭებმა ისეთი არაჩვეულებრივი ევროპის ჩემპიონატი გამოიარეს. ახლაც კარგი იყო ეს ორი თამაში სომხებთან მართლა ნუ ვიცი რა არის ახლა იმას ვერ იტყვი რომ სუსტი გუნდი იყო სომხების ნაკრები, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ისეთ მაღალ დონეზე ითამაშა ეს ორი თამაში რომ არანაირი შანსი არ დაუტოვა სომხეთის ნაკრებს და დღეს ვინც არ უნდა იყოს 6 გოლს ახლა ვერ გაუტანა იქლა გუშინ ახლა უყურებდი ინგლისმა ძლივს გაუტანა ძლივს მოუგო იმას ლატვიას და ახლა ლატვიაზე უკეთესი გუნდი არის სომხეთის ნაკრები მე დარწმუნებული ვარ ხო და ნუ კარგია რა კარგია ეს
სპორტი, ეს ფეხბურთი კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ამხელა დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს ჩვენ ქვეყანაში, როგორ უყვართ ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი და რამდენი არის გასაკეთებელი კიდევ რომ არა მარტო ნაკრები უყავდეს კარგი, არამედ საქართველოს ჩემპიონატიც იყოს კარგი და უფრო მეტი კვალიფიცირებული ფეხბურთელი ჩამოვიდეს უცხოელი ქვეყანაში. გვაქვს ამის პოტენციალი რა, ეხლა იცი არის გუნდები, რომლებსაც ეხლა პრინციპში ეხლა თბილისი ამხელა ქალაქი არის, ერთი რაღაც აკლია ეხლა თბილისი, ხო? მეტი ლამაზი ქალაქი და ისეთი კარგი ქალაქი არის რა, რომ ერთი ფეხბურთი აკლია რა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშებელი, კი ბატონო. ის ჩემპიონთა ლიგა იქნება, ევროპა იქნება თუ კონფერენც ლიგა იქნება, ნუ გუნდი რომ მოხდეს რა. იგივე ბათუმი, იგივე ქუთაისი რა. ამის ჭირდება რა დახმარება მას ხალხისგან. უფრო მეტი ყურადღება ჭირდება ფეხბურთს, უფრო მეტი ფული ჩაიდოს ფეხბურთში. იცი რა არის ახლა მე აგერ კიბზე ვცხოვრობდა, იცი რა არის კიბს 3 გუნდი ყავდა ევროტურნირებზე და ეხლა გამოვარდა 2 გუნდი სულ რაღაც ერთი ტურის წინ რა და ახლა ჩვენ ახლა უფრო მეტი ტალანტი გვაქვს, უფრო მეტი ნიჭი გვაქვს, უფრო მეტი ალბათ შესაძლებლობებია საჭირო რა ქვია ფული ჩაიდოს უფრო მეტი და ნუ ჩვენს გვინდა რომ ხედავ საქართველოს ნაკრები თამაშობს 50,000 აყურებელი მოდის და 50,000 კი არა 100,000 150,000 რო შეიძლება გაეტეოდეს მოვა აუცილებლად და ახლა პრინციპში ახლა იგივე ქუთაისში, იგივე თბილისში, იგივე ბათუმში რო გუნდები რო ითამაშებენ რა ქვია იმას ევროტურნირებს, იქაც სავსე იქნება სტადიონი. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. ეხლა მონიტორზე მაყურებელიც ხედავს, წინ კიდე ერთი მონიტორია და თემოს თვალი გაურბის ხოლმე, თემურის კადრები მიდის, ფოტოკოლაჟები და რაღაცნაირად ისე უყურებს. გენატრება? მაგრამ სულ სხვა რაღაცა არის ფეხბურთი, იმხელა სიამოვნება არის რა, ეხლა მე მწვანადად მუშაობ, ეს 20 წელიწადია და შედარება არ არის რა, ეხლა რომ მკითხო ფეხბურთი თუ მწვანობა, ალბათ მიტყოდი 100%-ით ფეხბურთელობა. ამას ფეხბურთის თამაში ჩემთვის ისეთი სიამოვნება არაფერს არ მოუნიჭებია, როგორც ფეხბურთის თამაში და რა თქმა უნდა მენატრება, მაგრამ ნუ ეხლა პრინციპში ვიზდებით წლები გადის და ყველას გვიდგება ის დრო რომ უკვე სხვა რაღაცას მივხედოთ ვიდრე ფეხბურთის თამაშს რა. კი ბატონო. უკარო დაბრუნდე რამე შეცვლიდით ემო? არა, არაფერს არ შევცვლი ჩემი იმაში რა. უბედნიერესი კაცი ვარ რომ მთელი ჩემი მიზნები, რა მიზნების მქონდა, პატარა ვიყავი, იმას მივახციე რა, როგორც ფეხბურთელმა, როგორც აკვია საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ იცი რა არის, მე ბევრჯერ მithქვია რომ ჩვენ საუგარეთ ცხოვრობთ, გაიგე და ახლა საუგარეთ ცხოვრობ, ყველანაირად უნდა ცდილობ რომ შენი ქვეყანა ასახელო რა, როგორც ქართველი, როგორც აკვია და ჩემთვის ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ იმის გარდა რომ ფეხბურთი მეთამაშა, კიდევ რაღაცით ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის სახე დამენახებია რა. საუგარეთ რა და მე მგონი რომ შეიძლება ის დაგვარად ეს მოვახერხე. კი ბატონო, მინდა კითხო, მიგაჩნია რომ მაგალითად თემურ ქეძბაიას როგორც საკლუბო ასევე საფეხბურთო დონეზე შეეძლო მეტის გაკეთება სანაკრებოზე რასაკვირველია ჩვენი ნაკრებისთვის და კლუბებისთვისაც. ნუ რა თქმა უნდა, ახლა იცი რა არის, დღევანდელი დრო რო ყოფილიყო, ალბათ არ მომიწევდა იმ ისეთი რთული გზის გავლა, რთული გზის გავლა მომიწია იგივე კიპრი, იგივე საბერძნეთი, ახლა ხო იცი. შეიძლება პირდაპირ მომხდელიყავი პრემიერ ლიგაში ან პრემიერ დივიზიონში, იმიტომ რომ იგივე მაშინაც როცა თამაშობდი თბილისის დინამოში ტურნირებზე რო დავდიოდით, ხო მქონდა შემოთავაზება იგივე საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და რაღაც ტურნირებზე რო ჩავდიოდით, მოწავსულიყავი მაშინ, როცა 19-20 წლის ვიყავი, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ამის საშუალება არ იყო გაგიშველა. ნუ პრინციპში ახლა არა 29 წლის მოხდებოდი პრემიერ ლიგა, არა შეიძლება უფრო ადრე რა. როგორც ახლა როგორი ვარიანტიც არის ახლა რა. ახლა დღევანდელ ახალგაზრდობას ეძლევა ამის შანსი და ამიტომ მინდა მე რომ ამ ბავშვებმა რა შეიძლება მეტი იშრომო, რა შეიძლება მეტი გააკეთო, რომ კიდევ ბევრი მოხდეს ისეთ დონის ჩემპიონატში, როგორც ჩემპიონატებში ჩვენი ბიჭები თამაშობდნენ, იმიტომ რომ ეს უკვე თავის თავს რა თქმა უნდა
კარიერას აიწყობენ და პლუს კიდევ საქართველოს ნაკრებს დაეხმარებიან და ქვეყანას დაეხმარებიან. კი ბატონო. და ბოლოს მინდა ჩემი გადაცემა დღევანდელი ჩვენი საუბარი თემო დავასრულო იმით, რითიც დავიწყე. მინდა კითხო, ანუ ბავშვობაზე დავბრუნდე ისევ, რაღაცა მგონია რომ სიმბოლური იქნება. ხშირად იხსენებ აფხაზეთს გალს და იმ წლებს, რომელსაც იქ ატარებ. ხშირად რა პრინციპში ყოველი დღე ისე არ გადის, რომ ეს არ გაიხსენო რა. ხა ვინც ახლა ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, შეიძლება ითქვას მე არა, მაგრამ ნუ ახლა ბევრი გადაიტანა რა ხალხმა, ბევრი წვალება, ბევრი გაჭირვება. ნუ ეხლაც არის ამის დარჩენილი კიდევ რა ქვია იმას ბოლომდე ვერ მოვიშუშებთ ამ ტყივილს რა თქვია, სანამ ისევ არ დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ოსეთში იმედია რომ ეს დროს დადგება რა, ახლა შეიძლება ჩვენ ამას თუ ვერ მოვესწარით, დადგება ის დრო რომ ჩვენი აფხაზეთში დავბრუნდებით და ვიცხოვრებთ რა ერთად როგორც ცხოვრობდით მანამდე, სანამ ეს ომი მოხდებოდა და ომი საშინელება არავის არ უსურვებ რა. სამწუხაროდ ჩვენ ბევრი გადავიტანეთ რა როგორც ქართველმა ხალხმა და ნუ იმ დადგა იმის დრო რომ ალბათ ჩვენს ასნაირად გავიხაროთ რა ეს ომის და იმის გარეშე და მშვიდობაში ვიცხოვროთ რა ყველა იმ ერთთან ვისთანაც ერთად ცხოვრობდი მთელი ჩვენი საუკუნეები რა ახლა ჩვენ ესეთი ქვეყანა ვართ რომ არასდროს არანაირი პრობლემა არ ქონია არავისთან სამწუხაროდ ეს პრობლემები კიდევ შექმნილი არის ვიღაცამ შექმნა რა თქმა უნდა მე ყველამ ეს ვიცით ვინ შექმნა და იმედია რომ ეს ყველაფერი გაივლის და ჩვენ დაუბრუნდებით რა ჩვენ სახლებში აუცილებლად მე ამის ღრმად მწამს და აბსოლუტურად ყველა სიტყვაში მოყვები აბსოლუტურად ყველა სიტყვაში გეთანხმები და როგორც შენ გაქვს ამის იმედი ზუსტად ასე მაქვს მეც იმედი და იმედი ცხოვრობთ რა თქმა უნდა და კიდე ერთს კითხავ თემურ ქეძბაია ბედნიერია თავისი განვლილი ცხოვრებით რაც დღემდე მოყვება ნუ ალბათ უმადური კაცი ვიქნები რომ რაღაც სხვა რაღაცა ვთქვა რა ვიცი ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ მიმეღწია იმ ბიზნესის რა მიზანი მქონდა მადლობა ღმერთს იმიტომ რომ ამ უფლის გარეშე ამას ვერ მივაღწევდი და მადლობა ყველა იმ ხალხს ვინც ჩემს ირგვლივ იყო რა ვინც დამეხმარა ამ ყველაფერში რომ ეს გამეკეთებია იმიტომ რომ ვიცი რა არის დახმარების გარეშე ყველაფერს ვერ გააკეთებ მარტო და მე ღმერთის წყალობით ბევრი ყავდა ვინც ჩემს გვერდით იყო და დამეხმარა ამ ყველაფრისთვის რასაც მივაღწია რა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა შენ მარტო იმიტომ რომ ზუსტად იგივე ცხოვრების გზას გადიხარ რასაც შენ ხაზი გაუსი რომ ბევრი ადამიანი იყო შენს ირგვლივ ვინ შენ გეხმარებოდა იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ უამრავ ადამიანს ეხმარები გინდა სიტყვიერად გინდა ფიზიკურად არა აქვს მნიშვნელობა და მადლობა შენ ამისთვის მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და მინდა წარმატება გისურვო მომავალ საქმიანობაში და მე ღრმად მწამს რომ თემურ ქეძბაიას ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კლუბის სათავეში როგორც თავმჯდომარეს. მინდა ასე იქნება. მადლობა შენ. თემურ ქეძბაია იყო ჩემი გადაცემის სტუმარი, მე პირადად ძალიან ყვაყოფილი ვარ მისი ინტერვიუთი, იმიტომ რომ თემური ყოველთვის თავარია დაითანხმო თორე მერე მოყვება იდეალურად და ძალიან გულწრფელი პასუხები აქვს და მადლობა მას კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად მე გემშვიდობით ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ტრადიციულად რუსთავი 2-ზე ტრადიციულად ღამის ეთერში შევეცდებით რომ შემოგთავაზოთ ასევე საინტერესო ინტერვიუ ასევე საინტერესო რესპონდენტთან კარგად გრძანდებოდეთ შაბათს 23 საათსა და 30 წუთზე
მონდომებული ვიყავი, რომ გავხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ რაღაცა პირობები მაინც ართულებდა ამას, იმიტომ რომ საფრანგეთში იყო, ტედი რინერი იყო. მოდი მითხარი უბრალოდ რა მოხდა. ეხლა სიუგონებაზე რო ვფიქრობ, უნდა შემძლებოდა ჩემი თავის აყვანა, მაგრამ იმ მომენტში ვიგრძენი შეურაცხყოფილი მზერა ქმედება, რომ ძნელი იქნებოდა მაგის გატარება. მიგაჩნია თუ არა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა შენ კარიერაში? ალბათ ცხოვრებაში რაზეც მინანია და დაუფიქრებული ვარ და აი რა შეცდომა დაუშვი, ალბათ ეგ მომენტი იყო, ეგ 5 წუთი იყო რა. რა იყო აი ამ სპორტის სამსახიობის მიმართ თავარი საფუძველი? იმდენად სიამოვნებას მანიჭებს, თუნდაც ვარჯიშზე მისვლა, კი მანიჭებს პარტნიორთან, ჭიდილი იქნება თუ დამუშავება იქნება, რომ ამით მე სიამოვნებას ვიღებ. ჩემპიონები რუსთავი 2-ზე